რეჟიმის აგონია არ გვაძლევს იმის უფლებას პირიქით შეიძლება ითქვას რომ გავამარტივოთ სიტუაცია. აგონიურ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს რომ ისინი ბევრ ბრუტალურ ნაბიჯს გადადგამენ, ბევრ შეცდომას დაუშვებენ და როგორღაც ეს შეცდომები უნდა იყოს ისე განეიტრალებული რომ პროტესტში მონაწილე ადამიანებმა და საზოგადოებამ არ მიიღოს დიდი ზიანი. ზოგადად იმისთვის რომ შევაჯამოთ ეს სიტუაცია ალბათ უნდა დავალაგოთ მოვლენათა წყება, ხომ? პროტესტის ანატომია როგორი იყო და ხელისუფლების ქცევა როგორი იყო. პროტესტის ანატომია იყო ასეთი, რომ როდესაც საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა დავინახეთ, რომ ტოტალური გაყალბება მოხდა, მაშინვე გაცხადდა უარი ამ არჩევნების ლეგიტიმაციაზე და 4-მა პოლიტიკურმა კოალიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მანდატების გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული მითქმა-მოთქმა, ეს რეალურად განხორციელდა და ამაზე დაეშენა მერე უკვე საერთაშორისო არალეგიტიმაციისთვის ფიქრი, ზრუნვა, მუშაობა ამ მიმართულებით და ამ პერიოდში მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დადგა, როდესაც პოლიტიკურმა ოპოზიციამ ერთობლივად სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშავა ქვეყნის გარეთაც და ჩვენ მივიღეთ პრაქტიკულად არაღიარებული ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც განწირულია მარტო დარჩენისთვის პარლამენტში. ამის შემდგომ ჩვენ ვთვლით, რომ ახალი ეტაპია საჭირო და სწორედ ამიტომ ვამბობდით ჩვენ, რომ როდესაც მანდატების შეწყვეტა მოხდა, ჩვენ ვარაუდობდით, რომ მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტა ან წლის ბოლოს მოხდებოდა, ან სესიის ახალი სესიის დასაწყისში, წლის დასაწყისში და როგორ მოხდა ესე, რომ წლის დასაწყისში მოხდა. ამ წუთში რა თქმა უნდა, პარლამენტში ერთი პარტია მუშაობს, მან შექმნა რაღაცა სატელიტური ჯგუფები, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, ამით უკვე ვეღარავის ვეღარ მოატყუებენ, მაგრამ ქაღალდზე ჯერ კიდევ ირიცხება 101 პარლამენტის წევრი და ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ ახალ ეტაპს სასიცოცხლოდ ჭირდება, რომ ისინი ქაღალდზეც დარჩნენ უკვე იმდენი, რამდენიც არიან, ანუ 89 და რატომ 89? ჩვენ თუ აქამდე ვლაპარაკობთ არალეგიტიმურობაზე და ეს უკვე დადასტურდა, ქვეყნის შიგნითაც დადასტურდა და ქვეყნის გარეთაც უკვე საერთაშორისო დოკუმენტებში, ხო? ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ახალი არჩევნები იქნა მოწოდებული და მათთვის ეს იყო ლეგიტიმაციის ბოლო მცდელობა შეიძლება ითქვას ქართული ოცნების მხრიდან. სხვა ორმხრივ ურთიერთობებში ეს არაერთხელ ითქვა უკვე ლეგალურად და ასე ვთქვათ პოლიტიკური განაცხადით. და ჩვენ გვჭირდება უკვე რომ ამ პარლამენტის ქმედუუნარობის ეტაპი ვაჩვენოთ და ქმედუუნარობა უკვე გამოიხატება კონკრეტული გადაწყვეტილებების ვერ მიღებაში და არა მარტო ვერ მიღებაში, ქაღალდზეც უკვე რომ აღარ იყოს ეს ამბავია მათ შორის კახარიას გულმაც ფიქრობთ, ხო? იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ იქ ვინმე ფიქრობდეს ამ შემადგენლობიდან პარლამენტში შესვლას, მაგრამ იქ არის სიები ცოცხალი ისევ შეიძლება ითქვას აქტიური და შეიძლება ამ შემადგენლობას შეუწყდეს უფლებამოსილება და შემდეგი რაოდენობა შევიდეს და ძალიან ძნელია ამის გაკონტროლება და ამიტომ მეტი მორალური და პოლიტიკური სიცხადისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ 89 კაცმა უკვე მარტში როდესაც დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი მოსამართლისთვის კენჭისყრის საკითხი, ეს ვეღარ განახორციელოს. იმიტომ რომ კონსტიტუცია განსაზღვრავს ამას. ამას რომ კანონი განსაზღვრავდეს, როგორც ეხა ცვლიან, დრაკონულ კანონებს იღებენ ხო და პრაქტიკულად ხვალ განსახორციელებელ ღონისძიებებისთვის წინადღით ცვლიან საკანონმდებლო ბაზას, ხო? რაც აბსოლუტურად აბსურდია და ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან არის ამოვარდნილი, მაგრამ ისინი ამ გზას ადგანან. მაგრამ რა კი კონსტიტუციაშიც არის რაღაცები გაწერილი და მადლობა ღმერთს მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აყავთ, არც ფორმალურად და არც არაფორმალურად, ამიტომ ისინი მთელ რიგ ნაბიჯებს ვეღარ განახორციელებენ. რა უნდა თქვან, რატო არ ირჩევენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც გაუვა ვადა და აუცილებლად დგება დღის წესრიგში
მისი არჩევა. თქვათ და სახალხო დამცველს გაუჩნდა ის мотивация აი ამდენი უბედურების ფონზე და მე აქამდე მიკვეთს როგორ არ გაუჩნდა მას ეს განცდა რომ ან ძალიან მკაფიო განცხადებები აკეთოს ან პროტესტის ნიშნად გადადგა. ისინი ვეღარ აირჩევენ სახალხო დამცველს, იმიტომ რომ მასაც ამისთვისაც აღარ ეყოფა ხმები და ეს ბევრად უფრო ახალ ეტაპზე გადაიყვანს საერთაშორისო მცდელობასაც იმ მიმართულებით რომ ქართულ ოცნებაზე კიდევ მეტი და ბიძინა ივანიშვილზე პირადად მეტი ზეწოლა განხორციელდეს იმისათვის რომ ჩვენ დროულად მივიღოთ ახალი არჩევნები. რატომ გვინდა ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ახალ არჩევნებს? აუცილებლად, მაგრამ რაც უფრო დროულად მივაღწევთ ამას, მით უფრო მეტი უფრო ნაკლები პირიქით ტკივილი, მეტი სოციალური და პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემა იქნება ჩვენს ქვეყანას და მით უფრო მეტი კი არა ნაკლები ასე ვთქვათ საზოგადოებაში გახლეჩილობა და მეტი შესაძლებლობა იმისა რომ მომავალში შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ერთად უნდა ვიცხოვროთ ყველა და უნდა ვიცხოვროთ კანონის ფარგლებში და დაცულობის აბსოლუტურად სრული გარანტია. თამტო ფიქრი, აი თქვენც საუბრობთ ხელახალ არჩევნებზე და თავად ქართული ოცნება ამბობს, რომ წინ ერთადერთი არჩევნებია და ეს არის თვითმმართველობის არჩევნები. აი დაუშვათ, აი ამ მოცემულობით მივედით თვითმმართველობის არჩევნებამდეც. დაშვების დონეზე ვამბობ, იმიტომ რომ მართლა არავინ არ იცის რა მოხდება. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად და რადიკალურად იცვლება ხოლმე ქვეყანაში არსებული ვითარება, ხო, მაგრამ აი დაშვების დონეზე გავაკეთოთ ის, რომ აი ეს პროტესტი გრძელდება, ლეგიტიმაციის კრიზისი არსებობს, ახალი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგშია და წინ არის თვითმმართველობის არჩევნები, აი ესე რაღაცა მივჩოჩდით აი ამ პერიოდამდე. აი გაქვთ თუ არა აი რაღაც ტიპის, არ ვიცი, წარმოდგენა მაინც რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ანუ იღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში თუ არ იღებთ? ანუ თუ ახალ არჩევნებს როდესაც ითხოვთ რაღაცა აი ეს უნდა მოხდეს აი ამ თვითმმართველობის არჩევნებამდე, დაუშვათ ზაფხულში უნდა ჩატარდეს მაშინ ეს არჩევნები და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები, ასევე ხართ თუ არა ჩამოყალიბებული როგორ ტარდება ეს არჩევნები, ვინ უნდა ჩაატაროს და რამდენად დროში მოსწრებადია ზოგადად ყველაფრის ხელახლა ისე გადახალისება და გადაკომპლექტება რომ მე არ იყოს დავა რაღაცამ გაჟონა თუ არ გამოჟონა ბიულეტენზე. ამ გასული არჩევნების ანალიზზე და საერთოდ დაგროვილი ასე ვთქვათ გამოცდილებიდან გამომდინარე გარკვეული სამუშაო პრაქტიკულად ჩატარებულია და ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკურ ძალებს შორის ამათგან გარკვეულ ნაწილზე ასე ვთქვათ ასევე საქართველოს პრეზიდენტმა თავის ვიზიტების დროს ისაუბრა, გამოიყენა ეს შეთანხმება. ალბათ კიდევ არის რაღაცა დეტალები მისაღწევი და მე ვფიქრობ ეს გაკეთებადია ძალიან მალე. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ გაწეულია ყველანაირად ეს სამუშაო. ამავდროულად რა რისკები იყო იმ რისკების დაზღვევისთვის ასევე ნაბიჯები გადასადგმელი, მაგრამ ეს ყველაფერი ხო დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ რამდენად ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. და წეგან როცა ვამბობდი მე, რომ აი ხელისუფლებას რა ეტაპები ქონდა ამ პროტესტის დროს და ესეც რომ დავალაგოთ, ხო, თანმიმდევრულად. პირველი ეტაპი მათი იყო გავეშებული წინააღმდეგობის, აი როდესაც ის დიდი დარბევები ხდებოდა და ძალიან დაუნდობელი იყო. მათ ეგონათ რომ ამით მოაშთობდნენ პროცესს. შემდგომ მათ ჰქონდათ დაღლის და გაჩერების პერიოდი და მე იფიქრეს რომ აი თუ თავს მივანებებთ ეს პროტესტი მიილევა. არც ამ შემთხვევაში მიილია პროტესტი და იმდენად რეზონანსული იყო ეს პროტესტი საერთაშორისო საზოგადოებაში რომ ისინი ვეღარ გაჩერდნენ გულზე ხელდაკრეფილი და ეხა ახალი ეტაპი აქვთ, მესამე ეტაპი, როდესაც მათ გადაწყვიტეს რომ მოაშთონ უკვე ხელოვნურად ჯარიმებით, დაპატიმრებების შიშით ეს პროტესტი, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში აი ხედავთ მართლა საოცარ ამბებს. ეხლა ყველანი მოცული ვართ
მზია ამაღლობელის ასე ვთქვათ საპროტესტო პროცესით, ხო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფიქრით, დარდით და ამავდროულად ყოველდღიურად პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ საოცარ მაგალითებს, ვის დაავიწყდება, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, გიორგი ახობაძეს, ექიმ გიორგი ახობაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა. ვის დაავიწყდება ზვიად ცეცხლაძის პატარა ბიჭის, არაჩვეულებრივი ბიჭის მიერ მიწერილი წერილი მზია ამაღლობელისადმი. ვის დაავიწყდება დედების ის სიტყვები, ხალხო, საოცარ სიტყვებს ვისმენთ. ყველაფერმა აი სიტყვას შეიძლება დაკარგული ქონდა ძალა და ჩვენ ვისმენთ აი ამ დაპატიმრებული ადამიანების, დედების, რომლებიც არასოდეს საპროტესტო მოძრაობაში არ იყვნენ. ეხლა აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობის წინაშე და ისინი აი დედაშვილობის თემა გაცოცხლდა მთელი ძალით. ესენი რომ რაღაც ოჯახის სიწმინდეებზე გველაპარაკებიან და ფსევდოპროპაგანდა აატყოს. აი სად არის ოჯახის სიწმინდე? როდესაც დედები ლაპარაკობენ თავიანთი შვილების თანადგომაზე და მათთან ერთად ბრძოლაზე და როდესაც ირაკლი მიმინოშვილი სრულიად პატარა ბიჭი დედას გულს აჩვენებს და იქედან ეუბნება რომ დედა არ ინერვიულო. აი ეს სრულიად განსხვავებული მოცემულობა არის და ამ მოცემულობას ვეფხია კასრაძე, რომელიც პატარა ბიჭებთან ზის და თითქოს მათი ორგანიზატორი იყო დანაშაულის. იქ გაიცნო ეს ბიჭები და ასევე ვეფხიას წერილი, რომელიც ამბობდა რომ ბედნიერია რომ ამ ბიჭებთან ერთად ყოფნის და მათი გაცნობის შესაძლებლობა მიეცა და ამბობდა რომ მას 5 შვილი ყავს, რომ კიდე ახალი შვილები შეიძინა აქ. ეს იმდენად ცოცხალი პროცესია, ხალხო, იმდენად მნიშვნელოვანია და ქართულ საზოგადოებას ისეთი საოცარი ამბები ესმის ამ ყოველდღიურობაში, რომ ეს ჩვენ მხოლოდ წაგვიკითხავს, მხოლოდ გაგვიგია, აი მარო მაყაშვილები გაცოცხლდნენ და რა ვიცი, მთელი მისი ეპოქის თავდადებული ადამიანები, ხო? ისინი ვინც დასაყრეტად გაყავდა უკვე დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს და ეხლა თებერვლის თვე რომ გვიახლოვდება ეს ძალიან თარიღები, რომელიც საქართველოს აი ამ ხელახლა დაპყრობას უკავშირდება, კიდევ უფრო ცოცხლდება ეს ამბები და ეს ისტორიაში დარჩენილი ამბები ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა. ამიტომ ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება ლოგიკური შედეგი, აუცილებლად მივალთ ახალ არჩევნებამდე, აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს და ყველა შემდეგი არჩევნები როგორი უნდა იყოს, ადგილობრივი, საპარლამენტო აუცილებლად უპირველეს ყოვლისა, ამას ქართულ საზოგადოებასთან ერთად გადავწყვეტ და რა თქმა უნდა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა. იბატონ, თუმცა აი ქალბატონ ფიქრი, აი რამე არის ისეთი, რაც ჯერ არ მომხდარა და უნდა მოხდეს, რაც აიძულებს ივანიშვილს რომ დანიშნოს ხელახალი არჩევნები. აი თუ საუბრობთ რეპრესიებზე, დაკავებებზე, რაც ხდება იგივე საჯარო სტრუქტურებში თუნდაც ხო საჯარო მოხელეების ესე მართლაც რაღაცა ერთი ხელის მოსმით გათავისუფლება და ყოველდღე ახალ ინფორმაციას ვიღებთ, ყოველდღე თუ არა რაღაცა ყოველკვირა ახალი პოლიტპატიმარი ყავს. აი რა არის ისეთი, რაც ჯერ არ მომხდარა, აწი მოხდება და ივანიშვილი იძულებული იქნება რომ დანიშნოს ხელახალი არჩევნები, იმიტომ რომ ყველა ვაცნობერებთ რომ რაღაცა ზეციური ძალა ყურს ვერ აუწევს, ხომ ბიძინა ივანიშვილს რომ არჩევნები დანიშნონ. რაღაცამ უნდა გადაადგმევინოს ეს ნაბიჯი მას და აი რა დარჩა, რო არ დააშავეს, რო არ გააფუჭეს, რო არ მართლად არ ვიცი, ცემეს თუ დააკავეს თუ ასე შემდეგ. ხო აი ყველაფერი იკადრეს, რაც კი საკადრებელი შეიძლება ყოფილიყო სისტემის მხრიდან და აი რა იძულებთ მაშინ? ამოწურვა ბიძინა ივანიშვილის ტყუილების. იმიტომ რომ ის ტყუილებს მარტო დანარჩენ საზოგადოებას არ ეუბნებოდა. ის ტყუილებს ეუბნებოდა მის თანაგუნდელებს და მის მომხრეებსაც, იმიტომ რომ ის ატყუებდა, რომ არავითარი პრობლემა პოლიტიკური თვალსაზრისით არ შეიქმნებოდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაალაგდებოდა, რომ ფინანსური პრობლემები არ იქნებოდა და ჩინეთიდან და აბუდაბიდან მოიტანდა უზღვავ ფულს და ბიზნესებს ამით შეეშველებოდა. ეს ტყუილები გაშიშვლდა. ამ ყველაფერს მე ხო არ ვიგონებ, ამას ხო ეტაპობრივად ისინი ხან კობახიძის პირით, ხან დინარაძის პირით და ხან თვითონ ბიძინა ივანიშვილი გვიყვებოდა, ხომ? ამ ხნის განმავლობაში და ეს ტყუილები დამთავრდა, ამოიწურა. მას აღარ დარჩა საკუთარ ხალხთანაც აღარაფერი სათქმელი. რა უნდა უთხრას მან გომელაურს, ახლა რამდენი ორდენი უნდა დაკიდოს გულზე, რომ მაგნიცკის სიით მიყენებული ზარალი გომელაურმა და მისმა მოდგმამ გადაფარონ. და ამ სიის პოტენციური წევრები ბევრნი არიან მისი
თანაგუნდელები და მათ ძალიან ეშინიათ ამისი. ჯერჯერობით უძლებენ ამ შიშს და კიდევ რაღაც იმას, მაგრამ ამდენ რყევებს ისინი ვერ გაუძლებენ, ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენი გამძლეობა, ჩვენი უწყვეტი პროტესტი და ბრძოლა ამ პროცესს აუცილებლად მიიყვანს უცილობელ გამარჯვებამდე და რაოდენ მარტივია, როდესაც შენ სწორად გესმის პოლიტიკური პროცესი და შეფყრობილი არ ახარ ძალაუფლების წყურვილით და ფულის შოვნის წყურვილით. მაშინ რა მარტივია, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, იმიტომ რომ საპარლამენტო რესპუბლიკა კრიზისის ამოწურვის ნიშნად და ინსტრუმენტად განიხილავს მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ კრიზისი გაფორმებული გვაქვს ყველანაირი თვალსაზრისით და მათ არ უნდათ რომ ამ კრიზისს დაარქვან სახელი. მაგალითად, ახლა დედაშვილობაზე და მამაშვილობაზე ლაპარაკობდით, ხომ? მშობლების და შვილების ურთიერთობაზე. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ შვილებსაც რას უკეთებს? ბერას თანატოლები, როდესაც აი ამ უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ციხეებში არიან გამოკეტილი, სცემენ, ასისხლიანებენ, რას არ უკეთებენ და ამ დროს მდიდარი მამის გაქსუებული მამის შვილი კლიპებს იღებს მთელ საქართველოში. ამას ხო შეგნებულად აკეთებს და ხო ასე უპირისპირებს. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ოჯახსაც ძალიან ცუდ საქმეს უკეთებს, საკუთარ თანაგუნდელებსაც ძალიან ცუდ საქმეს უკეთებს და რაც მთავარია, საქართველოს როგორც სახელმწიფოს ძალიან აზიანებს თავისი აი ამ ყოფნის გახანგრძლივებით არაფორმალურ მმართველობაში.